ასტროლოგიაში გარდა ცალკე ვარსკვლავების გავლენისა არის ასევე ვარსკვლავური ღერძის გავლენაც ნატალურ რუკაში. ვარსკვლავური ღერძი გულისხმობს ორი კონკრეტული ვარსკვლავის ოპოზიციას. ანუ როდესაც ორი მხარეს დგანან ვარსკვლავები და არის ოპოზიცია მათ შორის და ამ ოპოზიციაზე, ვარსკვლავურ ოპოზიციაზე არის კონკრეტული ერთი პლანეტა შეერთებული ერთი მაინც, ესე ვთქვათ. უпростоროდ ყოველი მხრიდან უნდა იყოს ერთი, აქაც ერთი, იქაც ერთი ორივე მხარეს, ანუ თუ არის პლანეტარული ოპოზიცია რუკაში, რომელზეც ზედ ემთხვევა ვარსკვლავური ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ აქტიურდება კონკრეტული ვარსკვლავური ღერძი და ამ კონკრეტულ ყველა ვარსკვლავურ ღერძს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი განმარტება. გამოირჩევა, ანუ რამდენიმე ღერძი არსებობს კონკრეტული ვარსკვლავების ოპოზიციის, ეს არის ძალაუფლების ღერძი, არის მაგიური ღერძი, ეკოლოგიური ღერძი, თამაშის ღერძი, სამართლიანობის, ძალაუფლება არ ვიცი ვთქვი თუ არა, ძალაუფლების ღერძი, კატასტროფის ღერძი და მაგიური ღერძი. ანუ ეს არის, ესე ვთქვათ, ვარსკვლავების ოპოზიცია, რომელზეც ემთხვევა პლანეტების ოპოზიცია. და ამის ანალიზი, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული ყოველთვის და ამის თვითონ ამ ძალაუფლების ღერძის, ესე ვთქვათ, ძალაც, რამდენად რეალურად მოქმედებს ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაში, რამდენად საგრძნობია ეს ყველაფერი, ესეც დამოკიდებულია, ესე ვთქვათ, კონკრეტული მახასიათებლები ჭირდება, უნდა კმაყოფილდეს კონკრეტული კრიტერიუმი იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ღერძი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, გააჩნია, ესე ვთქვათ, პლანეტებსაც, რომელი პლანეტები არიან ჩართული. იკვლევს კი არა და ანალიზი, ეს არის პროფესიონალური დონის ანალიზი, ეს არის უფრო, ესე ვთქვათ, სიღრმისეული ანალიზი. რუკის, რომელიც ჩვენ გვაქვს მხოლოდ პროფესიონალურ ანალიზში, 20 გვერდიანი ანალიზი, რომელიც არის. შესაბამისად, ამას ვერ იპოვით, ესე ვთქვათ, ესე ყველგან ამაზე ინფორმაციას და არც არ ეწერება ესე კონკრეტულად თვითონ ამ ღერძის ინტერპრეტაციაც, იმიტომ რომ ინტერპრეტაცია არის განსხვავებული იმის მიხედვით, თუ რა პლანეტები არიან ჩართული და რამდენად ძლიერები არიან ეს პლანეტები, აქვს თუ არა კონკრეტული ასპექტები, არიან თუ არა მნიშვნელოვანი, ზოგადად მთელი რუკის მიხედვით, ესე ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ამ კონკრეტულ პლანეტებს, ანუ ძალიან ბევრი ესეთი მახასიათებელი არის. ამ დონეზე მინდოდა უბრალოდ მომეტანა თქვენთან ინფორმაცია იმაზე, რომ არსებობს არა მხოლოდ ვარსკვლავების გავლენა, არსებობს ვარსკვლავური ღერძიც, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არის, როგორც წესი, აი ესეთი ცნობილი ადამიანების რუკაში, ან ვისაც ფატალური ბედი აქვს, რაღაც ესეთი